ძალიან ბევრ პარალელებს ხედავ იმ პროცესებთან, რაც ხდება დასავლეთში. აი ამ მულტიკულტურალიზმის, ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით. აი ზუსტად ერთი და იგივე ხდება. ბავშვს მოკლავენ ვიღაცა მიგრანტი ტერორისტები და დორბლით, აი რაღაცა აქეთ აბრალებენ მსხვერპლის ოჯახს, ან ვინც სამართლიანობას და კანონიერებას ითხოვს, ხელისუფლება და სისტემა მიგრანტის და იმ მოძალადის პოზიციას იცავს. ისინი ინჟინრები და ექიმები არიან, ყველაფერი თქვენ გელანდებათ, ეს რუსული პროპაგანდა, ეს რასიზმია, ეს ქსენოფობია. დაახლოებით იგივე პროცესებთან გვაქვს საქმე. და მე ისი მეშინია ყველაზე მეტად გეტყვი. ხელისუფლება ეხლა ჯიუტად, როგორც ჩანს, ცდილობს ძალმომრეობით, აი ესეთი თავხედური იაფასიანი პროპაგანდით, აი ეს განწყობები გადაამტრიოს. ეს ისეთი საკითხია. დენთის კასრზე ვზივართ მთელი ქვეყანა. ამ პოლიტიკის შედეგად. მერთმა არქნას, აქ რაღაცა მცირე ინციდენტი რო დაფიქსირდეს იმ მიგრანტებთან, მერწმუნეთ აქ მოხდება აფეთქება. მე შევახსენებ ქართულ ოცნებას, ისტორიულ მოვლენას, რომელსაც ქვია ბახტრიონის აჯანყება. მე ხა ყველაზე მეტად მინდა რომ ეგ არ მოხდეს. მაგრამ მე რასაც ვაკვირდები ტენდენციას, რა რაოდენობის, რა დინამიკით ხდება ადგილობრივი მოსახლეობის შემცირება და გარედან შემოყვანილი მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ეს უეჭველი გამოიწვევს კონფლიქტებს. ყველგან მოხდა ეს პროცესი. შემოგვიერთდით უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.